თანამედროვე ჰიპნოზი, რომელიც ერთ-ერთ დიდ ფსიქოლოგს მიეწერება, სინამდვილეში ბოშებიდან წამოვიდა და დღეისთვის უკვე ძალიან პოპულარულ მეცნიერებას, NLP-ს, ანუ ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას დაედო საფუძვლად. ყველაფერი კი მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ამერიკაში დაიწყო. როცა მათემატიკოსები, ანთროპოლოგები, ფსიქოლოგები, ლინგვისტები, პროგრამისტები შეიკრიბნენ და დაიწყეს მსჯელობა როგორ, რა რესურსით და რის ხარჯზე აღწევს ადამიანი წარმატებას. შეირჩა რამდენიმე წარმატებული ადამიანი და დაიწყო კვლევა. აგვირდებოდნენ სხვადასხვა გარემოში, სიტუაციაში, აგვირდებოდნენ საუბრის მანერას, ჟესტებს, მიმიკას, ქცევას. მეცნიერთა კვლევამ ცხადყო, რომ კომუნიკაციისა 13 ნაწილს დატვირთვა მხოლოდ 7% აქვს. 38% არის ხმის ტემბრი, ტონი, მახასიათებლები, პაუზები, აქცენტები. ხოლო დარჩენილი 55% არის სხეულის მდგომარეობა, ანუ სხეულის ენა. აქ შედის თვალის გუგების მოძრაობაც. პირველი შთაბეჭდილება პირველ 7 წამში იქმნება. ჩამოართვით ხელი და გააჩერეთ რამდენიმე წამით მეტხანს, ვიდრე ჩვეულებრივ. ოდნავ წინ გადაიხარეთ, თუმცა ძალიან ნუ შეიჭრებით მოსაუბრის კერძო სივრცეში. როცა ადამიანი ნერვიულობს, მიდრეკილია ჩქარა ლაპარაკისკენ. ამიტომ ისაუბრეთ მშვიდად და ნელა. ნუ გაქვავდებით. ლაპარაკის დროს გამოიყენეთ ხელები. თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო. გაიღიმეთ. მოსაუბრეს უყურეთ თვალებში, ოღონდ ნუ მიეშტერდებით. მოხრილი ჯდომა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საკუთარ თავში არ ხართ დარწმუნებული, ამიტომ გაიმართეთ წელში. უსმინეთ მოსაუბრეს და თქვენი ჩართულობა გამოხადეთ დრო და დრო თავის დაქნევით. NLP როგორც მიმდინარეობა დღემდე არსებული ფსიქოთერაპიული სკოლების საუკეთესო ნაწილების ნაკრებია. გამოიყენება ყველგან, სადაც პოზიტივზე აქცენტირება და ეფექტური კომუნიკაციაა საჭირო. PR-ში, პოლიტიკაში, ბიზნესში, ჟურნალისტიკაში. ყოველი ადამიანი უნიკალურია და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სამყაროს აღქმა აქვს. ჩვენი არსებობა ფაქტობრივად იმით განისაზღვრება, როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს, გარემოს და გარშემომყოფებს. შესაბამისად, ყველას გვაქვს გარკვეული შინაგანი რუკა, რომლითაც ხელმძღვანელობთ და ამ რუკის შესაბამისი აღქმითი ფილტრი, რომელშიც დასკვნის გამოტანამდე ვატარებთ ამა თუ იმ მოვლენას. ჩვენი პრობლემა თუ წარუმატებლობა განპირობებულია მეტისმეტად შემჭიდროვებული აზროვნებით და მიდის მხოლოდ ერთი სტერეოტიპული მიმართულებით. არადა არსებობს კიდევ 1000 სხვა გამოსავალი თუ გადაჭრის ხერხი. რეალურად პრობლემა არ არსებობს. პრობლემაა ის, თუ როგორ წყვეტთ ჩვენ მას. NLP-ის მიხედვით არ არსებობს არც მარცხი. არსებობს მხოლოდ უკავშირი. ანუ დამარცხებული ხარ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ შეიგრძნობ თავს დამარცხებულად. დანარჩენი მხოლოდ ფაქტია. სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს იმისთვის, რომ გადარჩეს და ძალიან ცოტა იმისთვის, რომ წინ წავიდეს და განვითარდეს. არადა, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პოზიტიური აზროვნებაა.
გარემო არის კეთილგანწყობილი და სავსეა ყველა საჭირო რესურსით, რომელიც თქვენ გჭირდებათ. მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეთ პასუხი კითხვებზე. რა მინდა? რისთვის მინდა? და რის ფასად?